დაბადება. თავი 25. კიდევ შეირთო ცოლი აბრაჰამმა, სახელად კეტურა. და შვა მან ზიმრანი, იოყშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუაყი. იოყშანმა შვა შება და დედანი, ხოლო დედანის ძენი იყვნენ აშურიმი, ლეტუშიმი და ლეუმიმი. მიდიანის ძენი, ღეფა, ყეფერი, ხანოქი, აბიდაყი და ელდაყა, ესენი იყვნენ კეტურას შვილები. და მისცა აბრაჰამმა ისაკს ყველაფერი, რაც გააჩნდა. ხოლო თავის ხარჭათა შვილებს, რომლებიც მასთან ცხოვრობდნენ, თავის ციცოცხლეშივე დაურიგა აბრაჰამმა საჩუქრები და თავისი ძის, ისაკისგან შორს, აღმოსავლეთის მხარეში გაუშვა. და იცოცხლა აბრაჰამმა 175 წელი. ტკბილსიბერეში აღესრულა აბრაჰამი, მოხუცებული და დღეებით მაწყარი და შეერთო თავის ხალხს. დაკრძალეს იგი ისაკმა და ისმაელმა, მისმა ძეებმა, მახფელას მღვიმეში, ხეთელი ყეფრონ ცოყარის ძისეულ მინდორზე, მამრეს მოპირდაპირედ. მინდორზე, რომელიც ხეთელებისგან იყიდა აბრაჰამმა, იქ დაიკრძალნენ აბრაჰამი და სარა, მისი ცოლი. აკურთხა ღმერთმა აბრაჰამის სიკვდილის შემდეგ ისაკი, მისი ძე, და დამკვიდრდა ისაკი ბეერ-ლახაი-როისთან. ეს არის აბრაჰამის ძის, ისმაელის შთამომავლობა, რომელიც უშვა მას ეგვიპტელმა ჰაგარმა, სარას მხევალმა. ესაა ისმაელის ძეთა სახელები, თავიანთი მოდგმის მიხედვით. ისმაელის პირმშო იყო ნებაიოთი, მერე კედარი, ყადბეელი და მიფსამი. მიშმაყი, დუმა, მასა, ხადადი, თემა, იეტური, ნაფიში და კედემა. ესენი იყვნენ ისმაელის ძენი. ეს იყო მათი სახელები მათ სოფლებსა და ბანაკებში, 12 მთავარი თავთავისი ტომისა. იცოცხლა ისმაელმა 127 წელი, გარდაიცვალა და შეერთო თავის ხალხს. და ბინადრობდნენ ისინი ხავილადან შურამდე, ეგვიპტის პირდაპირ, აშურის მიმართულებით, ყველანი ერთმანეთის პირისპირ დამკვიდრდნენ. აი ისაკის, აბრაჰამის ძის შთამომავლობა, აბრაჰამმა შვა ისაკი. და იყო ისაკი 40 წლისა, როდესაც ცოლად შეირთო რებეკა, ასული არამელი ბეთუელისა, ფადან არამიდან, არამელი ლაბანის და. ემუდარებოდა ისაკი უფალს, თავისი ცოლისთვის, რადგან ბერწი იყო იგი, ისმინა მისი უფალმა და დაურსულდა რებეკა, მისი ცოლი. მაგრამ ერთმანეთს ეხლებოდნენ ძენი მის მუცელში და თქვა მან, თუ ასეა, რატომ ჩამესახნენ და წავიდა უფალთან შესაკითხად. უთხრა უფალმა, ორი ერია შენს მუცელში, ორი ხალხი გამოვა შენი საშოდან, ერთი მეორეზე ძლიერი იქნება და უფროსი დაემონება უმცროსს. დადგა მშობიარობის ჟამი და აჰა, ტყუპები იყვნენ მის მუცელში. გამოვიდა პირველი მთლად წითური, თითქოს ბეწვის ქურქით შემოსილი და სახელად ესავი უწოდეს. მერე მისი ძმა გამოვიდა, ხელი ესავის ქუსლზე ჰქონდა მოჭიდებული და სახელად იაკობი უწოდეს. 60 წლის იყო მაშინ ისაკი. გაიზარდნენ ყმაწვილები, მარჯვე მონადირე დადგა ესავი, კაცი ველისა, იაკობი კი მშვიდი კაცი იყო, კარვების მკვიდრი. უყვარდა ისაკს ესავი, რადგან მის ნანადირებს ჭამდა, ხოლო რებეკას იაკობი უყვარდა. ერთხელ იაკობმა შეჭამანდი მოამზადა, ამასობაში ველიდან დაღლილი ესავი მოვიდა. უთხრა ესავმა იაკობს, გთხოვ, მაჭამე წითელი, ეგ წითელი, რადგან მოქანცული ვარ, ამიტომ ეწოდა სახელად ედომი. უთხრა იაკობმა, მომყიდე დღეს შენი პირმშოობა. და თქვა ესავმა, აჰა, სიკვდილის პირას ვარ, რაღაც მინდა პირმშოობა. უთხრა იაკობმა, შემომფიცე, მანაც შეხვიცა და მიჰყიდა იაკობს თავისი პირმშოება. მისცა იაკობმა ესავს პური და ოსპის შეჭამანდი, ჭამა, სვა, ადგა და წავიდა, ასე აიგდო ესავმა თავისი პირმშოება.